მოგესალმებით, მე ნატა ვარ, ეს ჩემი ავტოარხი ავტოპარკი, ეს კი ჩემი დღევანდელი სტუმარი, ჩემივე ავტომობილი 2023 წლიანი Ford Mustang Mach-ია. Ford Mustang-ი. აუ რაღაცნაირად ჟღერს რა ეს Mustang-ი შეხედავ და ელექტრო Mustang-ი, ნუ რას ვიზამთ. სოფლიო წინ წავიდა, ყველა რატომღაც ცდილობს რომ გადავიდნენ ელექტროავტომობილებზე და ნუ ვერც დაადანაშაულებ ვინაიდან და რადგანაც ყველაფერი ამომწორვადია და გადავიდნენ ყველაზე მარტივ თემაზე და ეს არის წყლით მიღებული შუქის რესურსი და გამოყენებული მერე უკვე ავტომობილებზე. დავიწყოთ ახლა უშუალოდ ჩემი ავტომობილის აღწერა და განხილვა. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ აქამდეც მინდოდა ამ ავტომობილზე ვიდეო დამედო, მაგრამ რაღაც გაუთვალისწინებელი მიზეზები მოხდა, რის გამოც სამწუხაროდ ვერ ავტვირთე და სხვათა შორის დიდი ხანი არ მიაქტიურია ჩემს YouTube არხზე. მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი დასტაბილურდა, ყველაფერი უკვე რიგზეა. როგორც გითხარით, ავტომობილი არის 2023 წლიანი Mach-ი. იტყვით რომ GT-ია, მაგრამ GT არ არის სამწუხაროდ პრემიუმია. ნუ თუ გადაწყვეტთ რომ შეიძინოთ ეს ავტომობილი, რამდენიმე კომპლექტაცია შეგხვდებათ ამ ავტომობილის. ერთი არის Select-ი, ასევე არის California Road-ი, ნუ პრემიუმი, GT Performance და ახლა გამოვიდა უკვე Rally. ანუ წარმოიდგინეთ, სულ რამდენიმე წელში ტიპებმა ადგნენ და რამდენიმე კომპლექტაცია შემოგთავაზეს და შეგიძლია აირჩიო ის, რაც გინდა. ასევე თუ გადაწყვეტთ რომ ეს ავტომობილი შეიძინოთ, აუცილებლად დააკვირდეთ მისი ელემენტების რაოდენობას. ყოველთვის ესაძეთ რომ შეიძინოთ 6 ელემენტით, ვინაიდან ბევრად უფრო დიდი რეინჯი აქვს და ცხენებიც ბევრად უფრო მეტი აქვს. არის 4-იანი და 6-იანი, ჩემი კონკრეტული არის 6-იანი. ასევე ეს ავტომობილები არის როგორც 4-ვე წამყვანი, ისე უკანა წამყვანი და ცალხიდიანები. ჩემი ამ შემთხვევაში 4-ვე წამყვანია და რავი, მე თუ მკითხავთ თუ შეძენა არის ბარემ 4-ვე წამყვანი იყიდოთ, ჯობია. ვიზუალს დავუბრუნდეთ ისევ, აი მუსტანგური არის. რაღა დაგიმალოთ და აი ეს ძრავის ხუფის ჭრილები, ეს რაღაცა დაქანება, ნუ ეს ზოლები ხომ თლად დააკვდა, მადლობა ხალხო, არ იყო საჭირო აპლოდისმენტები, მართლა ხომ მოუხდა. მეც გეთანხმებით რომ მართლა ძალიან უხდება. ცხაურაც ძალიან ორიგინალური აქვს, ანუ ჩვეულებრივი რაღაცა ერთ იმიანი, რა ქვია, აი ზედაპირიანი ცხაურა არ არის, აი თავისი რაღაც სილამაზე თან ყვება რა ეს გლითერები და მთელი ამბები. ცხენი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცხენი რატომღაც ვერ ავანთე, GT-ის ვარიანტში ცხენები ინთება. ვინაიდან ბამპერი GT-ის დავუყენე, რატომღაც ცხენმა არაათო, ბევრი ვიწვალე, ბევრ ფორუმზე ვნახე, ყველაფერი მოვიძიე, მაგრამ სამწუხაროდ არა, მაინც და მაინც ჩინური უნდა დააყენო, თურმე რომ აანთოს და ჩინურის დაყენებას მირჩევნია ისევ ეს ეყენოს და არაანთოს არაუშავს. ჩემს ავტომობილს ასევე დავუმატე წინა ტუჩი. როგორც ამბობენ და გონიათ, ეს ავტომობილი არის SUV, რეალურად SUV არ არის, ვინაიდან ძალიან დაბალია, იმდენად დაბალი, რომ მე მყავს SL-ი. და სადაც ის გადის იმ ადგილებში, ამას ცოტა უჭირს. ამის ხარჯზე კიდევ უფრო. SUV რეალურად არ არის. ამან კიდევ უფრო დაადაბლა ჩემი ავტომობილი, მაგრამ მე ისეთ ადგილას არსად არ დავდივარ, რომ ეს გავაფუჭო, ან მჭირდებოდეს მაღალი გამავლობის ავტომობილი. ჩემი აზრით ძალიან მოუხდა და ვაპირებ რომ დიფუზორის დავუყენო და ალბათ მაგასაც ძალიან მალე დავაყენებ. კიდევ გეტყვით რა არის ჩემს ავტომობილზე გაკეთებული, ვინაიდან თან უნდა გავყიდო მოგაყრეთ ინფორმაციებს. პოლირება აქვს გაკეთებული და 3 წლიანი ნანოკერამიკაც, დითეილინგ გარაჟმა იზრუნა მაგაზე. მადლობა ბიჭებო, მიყვარხართ ყველანი ძალიან მაგრად. ეს ზოლებიც, ნუ მათი შემოქმედება არის და სასწაული ხალხია, თუ დაგჭირდებათ მსგავს თემაში, აუცილებლად მათ მიმართეთ. ხო, სხვათა შორის, ესეც გავაშავე, რა ვქნა, ზედმეტად წიკიანი ვარ ამ თემაში და ესეც გავაშავე. დისკები. ავტომობილზე ჩემი ტკივილი არის დისკები. ანუ წარმოიდგინეთ, ხალხი ყიდულობს ელექტრო ავტომობილს იმისთვის, რომ რეინჯი ჰქონდეს დიდი და ბევრი გაიაროს. მე ვიყიდე ელექტრო ავტომობილი და რა დისკებით მოძრავ ხო ხედავთ. რეალურად ელექტრო ავტომობილს ყველას მოყვება მთლიანი სავსე დისკები, რომ აეროდინამიკა შენარჩუნებული იყოს, მაგრამ მე იმენად ძერს კატბჭყალებში და აი ეს დისკები მიგია და რავი ძალიან მომწონს და ჩემი აზრით ძალიან უხდება. ნუ გვერდით
მისი აღნიშნული აქ გვაქვს დამტენის ადგილი, ასეთი ძალიან კოხტა და ლამაზია და შვენიერია. სხვათაშორის საკმაოდ დიდი ჭრილი აქვს, რაში ჭირდებოდა ამ ხელა არ ვიცი, მაგრამ აქვს. სარკე საკმაოდ კარგი ზომის არის, კარებიც კარგი ზომის არის, სიმაღლე ავტომობილის კარგია, ვერაფერს ვერ დავიწუნებ. საქარამინა ძალიან ლამაზად ზის და ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ ავტომობილში არის აი ეს დაქანება, რა, აი ძალიან ლამაზი დაქანება აქვს, ფორმა აქვს, აი იდეალური. ნუ წინა მხარე არის შოკი, ძალიან მომწონს. კარებზე ეს თავისი რაღაც ნახაზები და ზოლები და რაღაც გამოყვანილი ფორმები, ესეც მაგარია რა. იმუშავეს რა ამ ავტომობილზე ინჟინრებმა, რომ რაღაც კარგი გამოსვლოდეთ და მასკისთვის კონკურენცია გაეწიათ და რა, ჩემი აზრით გაუწიეს. ყველა ელექტროში შევხვდებით, რომ ავტომობილზე არ არის დამატებული ხელის გამღები ბერკეტი. აქ ამ შემთხვევაში, აი როგორც სხვა ავტომობილს აქვს ეს ხელის ბერკეტი გამოდის და შედის, არ გვაქვს, გვაქვს ღილაკები, აი უკანა მხარესაც და წინა მხარესაც, უბრალოდ წინა მხარეს დაგვიმატეს ძალიან პატარა ხელის ბერკეტი. მე ძალიან მომწონს, ჩემთვის უკომფორტულესია და რავი, ჩემი აზრით, სხვა ავტომობილებსაც რომ ჰქონდეს, როგორც შიდა წვიდს ძრავიანებს, პრობლემა საერთოდ არ შექმნიდა. ძალიან ლამაზია. ასე ღილაკს მიეწევი და იღება, ეს კარები ფორდია რა, ანუ ეს ფორდის რაღაცა ეს დაბლოკვის სისტემა დაუტოვეს. თვითონ კარი ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ სანამ კარებზე და შიდა ინტერიერზე გადავალთ, უკანა მხარეს უნდა გადავინაცვლო. უკანა მხარე. რომ გითხრათ, რომ უკანა მხარე ძალიან მომწონს, მეთქი მოგატყუებთ, ვინაიდან წინა მხარე ბევრად უფრო დახვეწილი, ელეგანტური და ლამაზია, ვიდრე უკანა მხარე. მაგრამ უკანა მხარეს დაგვიტოვეს ფარები, მუსტანგური ფარები. აი, წინა მხრიდან რომ შეხედავ, სანამ ცხენს არ დაინახავ, შეიძლება იფიქრო, ეს რა მანქანა არის, რაიმე ჩინურია, არა ჩინური არა მგონია, აი ფიქრებში ხარ რა, მაგრამ უკანა მხრიდან რომ შეხედავ, ვიტყვი, რომ აი ეს მუსტანგის ფარები რა არის და მოკლედ მუსტანგის ფარები გვაქვს სექციურად დაყოფილი, ძალიან ლამაზი, ორიგინალური, მივესალმები, იმ მუსტანგზეც ძალიან მიყვარს, ჩვეულებრივ მუსტანგზე და ამ მუსტანგზეც ხელები ამიწევია, კარგია რომ დატოვეს მოკლედ. რაღაცა მუსტანგის სახელთან რაღაც ხომ უნდა დაეკავშირებინათ და რაღაცები დატოვეს. ჭრილები აქაც გვაქვს, ძალიან ლამაზი ჭრილები გვაქვს, მართლა ვერაფერს ვერ დავუწუნებ. მინდოდა აი მაყუჩით სადმე დამენახა, მაგრამ მაყუჩი არ აქვს, ჩემს ავტომობილს არ აქვს. ისე რომ დავამატო, ვითომ მერე გამოჩერებენ ამ კანონის გადამკიდე თუ მეტყვიან გადააკეთე მანქანა ოხმა ისმისო და რაღაცეებიო, მოკლედ თქვენსკენ ვარ ხალხო, მერე რა რომ მე ელექტროავტომობილი მყავს, ვისაც გადაკეთებული ავტომობილი ყავს და უნდა რომ უბრალოდ მაყუჩმა გაალამაზოს მისი ავტომობილი, რატომაც არა. მაგას არ უნდა გვიკრძალავდნენ წესით. ესეც აქ ჩავამატოთ. იცოდეთ რომ თქვენთან ვარ ყველანაირად. აი ეს დაქანება, რაც ძალიან ლამაზ საჩენს ავტომობილს, შავფერზე სამწუხაროდ ეგრე ძალიან მკვეთრად არ ეტყობა, მაგრამ სხვა ფერის ავტომობილზე უკვე ძალიან ლამაზად ჩანს ეგ ყველაფერი. ზაზორები ფორდის ტკივილია. მარტო ფორდის არა, ზოგადად ამერიკული მანქანების კი არა, უკვე მერცედესებმა ძალიან აურია და ზოგადად ავტომწარმოებლებმა მაგრად აურიეს მაგ თემაში რა. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ და ძალიან არა ფორდული ზაზორები აქვს, ანუ საკმაოდ პატარა ზაზორები, სადღაც აცდენები კი არის ახლა მაგალითად. აი აქ, ანუ აქ შეხედეთ საერთოდ სად გადამასად ის, სად ეს, მაგრამ ანუ აქ კარზეთ რა, ეს ცოტა გარეთ არის, ეს კარი ცოტა შიგნით არის. კაროჩე ვერ გაიგებ რა ხდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ცუდი არ არის. მართლა ფორდის კვალობაზე კამფეტ. წავედით ახლა უკვე შიგნითაც უნდა შეგახედოთ, იქაც უნდა გითხრათ რა მომწონს და რა არ მომწონს. და გადავინაცვლოთ. წავედით, მძღოლის მხრიდან მოვიდეთ მოკლედ. ჩვენი ელეგანტური კარი გამოვაღოთ და აი ასე. ამ ავტომობილში რაც მომწონს არის ის, რომ ეს პლასტმასები, ეს ბრახუნა და რაღაცნაირი დეტალები ძალიან მცირე რაოდენობით ჩაყარეს. კარზე ხელი სადაც არ უნდა მოჰკიდოთ, ყველგან არის სირბილე. ტყავი არ არის, ტყავის შემცვლელი მასალა არის, რომელიც არის ძალიან ნაზი და სათუთი რა, უხეშად არ უნდა მოეპყროთ ამ ზედაპირს, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცით დააზიანოთ. ეს თვეები ამ ქარის გადამკიდე დაფრინავს. რაც შეეხება, აი,
კარებზე დატანილ ღილაკებს, მინდა ოპერატორი ახლოს მოვიდეს და ვნახოთ. სარკეების მემორები აქვს დამახსოვრება, ფანჯრების აწევა, ჩაწევა და კარის გამღები ბერკეტი მომწონს, უზომოდ. ეს არის ჩემი ფავორიტი, ძალიან მაგარი რამეა, ძალიან კოხტაა და უცხოც არის რა. თუ ეს გატაცება გინდათ და მანქანაში ჩაისვამთ, ბიჭებო, თქვენზეა საუბარი, იცოდეთ რომ თქვენი სატრფო კარებს ვერ გააღებს, ჩაკეტვა არ გჭირდებათ ავტომობილის, მაგარია. მეტი სათავსო გვაქვს აქ და პატარა სათავსო გვაქვს აქ. სათავსოები ბლომად არის ავტომობილში. ამას უფეხს ვარტყავ. აქაც მუსტანგის ლოგოა დატანილი და ტიპებმა იკადრეს და მუსტანგი დააწერეს, განა მაქია წერია. არ გინდა თუ არა მუსტანგიაო. ეს ავტომობილი ხო, ღამე ანათებს, ყველაფერთან ერთად ღამე ანათებს. კი არა, ღამე კარებს ის ამ სარკიდან მუსტანგის ლოგოც კი გამოდის, ხო არ ღადაობ, ძალიან ლამაზი. ჩემს მუსტანგერ ხალხს ეს მანქანა ისე უყვარს, რაც მე ეს ავტომობილი შევიძინე, მას მე გაათმაგებული დოზით უყვარ ყველას. რა ვქნათ. ასეა. საჭე, მიყვარს. საჭე არის ულამაზესი. უკომფორტულესი. ძალიან ლამაზი ნამუშევარია, ვერაფერს ვერ დავუწუნებ მე პირადად. ერთადერთი ეს ტყავია მართლა, ცოტა ნაზი, მაგრამ როდესაც ავტომობილის მოვლა გიყვარს და უფრთხილდები, პრობლემას არც ეს არ ქმნის რა. არ უნდა გიყვარდეს ავტომობილის უხეშად გამოყენება. დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია. როგორც ხედავ, ეს ღილაკები საკმაოდ კარგი ხარისხის არის. აქაც მუსტანგის ლოგო გვაქვს. ეს უნდა გქონდეს, სულ უნდა გვახსენებდეს, რომ მუსტანგში ვზივართ. ავტომობილში გვაქვს ერთი ტელეფონი, ერთი პატარა რაღაც სენსორი და უდიდესი ტელევიზორი. ჯერ ვილაპარაკოთ მობილურზე. საკმაოდ კარგი გამოსახულება აქვს, გამოსახულება ორივე მონიტორს აქვს სასწაული. ვერაფერს ვერ დაუწუნებ, ვერაფერს არ არსებულია. აქ ნაჩვენები არის თუ რამდენზე ელემენტი დამუხტული, რამდენი კილომეტრი დაგვრჩა სიჩქარეების, გადამრთველი რომელ რეჟიმზეა გადაყვანილი, ასევე რამდენი გვაქვს გარბენი ადამიანებს, რომლებიც ვსხედვართ, ღვედი შეკრული აქვს თუ არა. და ეს დორ აჯარი ვერ მოაშორეს, რამე ნორმალური სიტყვა მოიფიქრეთ და დაწერეთ რა დორ აჯარ. ალბათ არ ვიცი, ალბათ აჭარა უნდათ ძალიან ამათაც, როგორც თურქებს და აჯარ. აქვს რა ვქნა. ამ მონიტორზე ბევრი ამბობს, რომ ჰორიზონტალურად რომ იყოს განთავსებული, უფრო ლამაზი იქნებოდა, მაგრამ რატომღაც არა რა. იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული ბარის დეტალი როგორ ლამაზადაც მიყვება, ზუსტად იმ ზომებს მიყვება ეს მონიტორიც. პლუს ეს ჭრილიც და ჰორიზონტალური რომ იყოს, რაღაცა ვერ ჩაჯდებოდა რა. პირადად ჩემთვის ძალიან ულამაზო იქნებოდა ამ შემთხვევაში გამართლებულია. მზის ფარდა საკმაოდ ისეთი კარგი ზომისაა, სარკეც კარგია, პლუს განათებებიც აქვს. და ორ ფერშია შიგნით ინტერიერი. შავი ნაცრისფერი და ღია ნაცრისფერი მოთეთრო რაღაცნაირი ფერია რა. ცუდი არ არის, მაგრამ ამასაც შავს ვისურვებდი რა. ჭერი პანორამა მთლიანად და სხვათა შორის არის ძალიან კარგი შუშით გაკეთებული, იმიტომ რომ მთელი ზაფხული მე ამ ავტომობილით გადავაადგილდები და არასდროს დისკომფორტი არ მქონია, რომ ზემოდან რაღაც ცხელი ჰაერის მასები მაწვებოდეს რა. სხვა ავტომობილებში, ახლა ლუქიანი ავტომობილებიც მყავს და იმ ავტომობილებში ხშირია, რომ გაწუხებს რა ზემოდან ეს წამოსული სიცხე და ცხელდება, ვერ გეტყვით რომ შუშა არ ცხელდება, რაიმე მსგავსი. თბება, ცხელდება, მაგრამ შენთან არ მოდის რა ეგ სიცხე, შემაწუხებული ნამდვილად არ არის. აშკარად ესეც ძალიან კარგია, უბრალოდ ერთი არის ის, რომ არ აქვს ეგრეთ წოდებული ფარდა, რომ არ გინდოდეს რომ ზისხივი უბრალოდ ჩამოდიოდეს, განა იმის გამო რომ არ დაგცხეს, არა, უბრალოდ არ ქსიამოვნებს, ფარდა არ არის, მაგრამ ჩინელები რისი ჩინელები არიან, რაღაცები რომ არ გამოჩხრიკონ და არ გააკეთო, ყველაფრისგან ყველაფერს აკეთებენ და ყველაფრისთვის. ეგეც იშოვება, შეგიძლიათ გამოწეროთ, უბრალოდ შეტენილად დაგჭირდებათ აქ კიდეებში და ფარდაც გაქვთ რა საბოლოო ჯამში. სავარძლებიც საკმაოდ ისეთი კარგი და ლამაზი სავარძელია, ცუც ვერაფერს ვერ იტყვი, ჭრილები აქვს. ნაკერებიც ძალიან მომწონს, თან ორ ფერშია გაკეთებული, უბრალოდ ყავია ისეთი საშინელი მასალა. ინფინიტის ვიდეოში ვამბობ კიდეც და განუმეორდები, არ შემიცვლი აზრი. ზაფხულში როგორი გაგრილებაც არ უნდა გქონდეთ ავტომობილში ჩართული, ბოდიში ხალხ ოფლი გაგდის.
იმდენად ცუდი მასალით არის ეს დამზადებული. მიუხედავად იმისა, რომ ჭრილები აქვს, უნთქავს სავარძელი ყველაფერი, თან მე რაწონის და ზომის ვარ, რომ ვერ აიტანოს ჩემი სხეულის სიმხურვალე სავარძელმა, მაინც არის ეგ პრობლემა და ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ველოდებოდი, რომ ძალიან კარგი ხარისხის ტყავი შემცვლელი იქნებოდა. სხვათა შორის აქ მთლიანი ტყავია და ჯითებში ცოტა უფრო სხვანაირი სავარძლები, ალკანტარა სავარძლებიც არის. და ისინი ძალიან ლამაზია, ფორმაც სხვანაირი აქვს, ბევრად უფრო სპორტული და მდიდრული სავარძლები და ვსიქ. მაგრამ არც ამას არაფერს არ ვერჩი. კარგი იქნებოდა, რომ აი ეს თვითონ სავარძლის მარეგულირებლები კარზე ყოფილიყო გადატანილი, მაგრამ ხელს ნამდვილად არ მიშლის, ვინაიდან ჩვენი თაობა ვართ და ისეთი ავტომოყვარულები ვართ, რომ ყველა ავტომობილი ასე თუ ისე დაგვიტესტავს და შეგუებულები ვართ ამ თემაზეც, ხელს ნამდვილად არ მიშლის. უბრალოდ ვისურვებდი, რომ კარზე ყოფილიყო და უფრო კარგი იქნებოდა. დინამიკი შეფუთულია ნაცრისფერი ნაჭრით. Bang & Olufsenis აუდიო სისტემა აქვს და მოგეხსენებათ რა მაგარი აუდიო სისტემა არის და თან იმდენად კარგი ხმა აქვს თვითონ ამ ავტომობილში, ამ აუდიო სისტემას, ზოგადად ყველა ავტომობილში, მაგრამ აქ კიდევ უფრო რაღაცნაირად ისმის რა. ძალიან მაგარი აუდიო სისტემა არის და საერთოდ არ ველოდებოდი, რომ ეს იქნებოდა ამ ავტომობილში. თანამედროვე ავტომობილებში ეს USB შესაერთებლები, ეს პორტები და რაღაცეები ყველაფერი ანჩატენეს, ტელეფონისთვის უკვე შეიმუშავეს ესეთი ტექნოლოგია, რომ დადებდა ტენეს. აქაც გვაქვს ეგ ტექნოლოგია გენაცვალე. ერთი ტელეფონის დამტენი გვაქვს უსადენო და ძალიან კომფორტულია, მინდა გითხრათ. უბრალოდ ღმერთო, ეს რომ დავინახე თავიდან ვეძებდი მეხსიერების ბარათის შესაერთებას ბარში. ახლა შეგიძლიათ დამცინოთ 21 საუკუნეა რაღაც დროს მეხსიერების ბარათიაო, მაგრამ მე მაგის გარეშე ვერ ვძლებ. მუსიკას ყოველთვის წერიქ და არასდროს YouTube-ზე არ ვუსმენ მუსიკას, როცა საჭესთან ვზივარ და არ ვსკროლავ. სათავსო გვაქვს აი აქაც. სხვათა შორის ეს ჩაფენილი დეტალები მოხვდება და შეგიძლიათ გამოწეროთ კიდე ძალიან ბევრნაირია ფერებში და ეგეც შეგიძლიათ. ორი ბოთლის ჩასადები გვაქვს. ეს ხელის ჩამოსადები, სიმართლე გითხრათ, მგონია რომ ძალიან რომ დააწვე, გატყდება, მაგრამ ჩემი წონის ადამიანისთვის მშვენიერია. აქ რა ფეხა მყავს. ესეც სხვათა შორის კარგია. მეტად რა არ მომწონს ამ ავტომობილში, გინდათ გითხრათ? გამოიცანით აბა. აი ეს უბედური გასიჩქარეებს გადამრთველი ბერკეტი რატომ ფიუჟენია? ანუ ფიუჟენსაც აღარ უხდება უკვე აი ეს საშინელება. მართლა აი ბიჭო, დააყენეთ, როგორც Mercedes-ებს უყენი აი ხელზე, საჭის უკან, ან სხვანაირი დააყენეთ. ოღონდ აი ეს მრგვალი აი საშინელება არის. ასევე პარკინგის ღილაკი გვაქვს აქ. სხვათა შორის თავიდან ხელი აი სულ აქ გამირბოდა, ნებისმიერ ადგილას, ოღონდ აქ არა. ამასაც მივეჩვიე. და სხვათა შორის ძალიან კომფორტული, აქედან უცებ გადადიხარ აქ. ავარიულების ჩამრთველი ღილაკიც ამ ზონაზე გვაქვს დატანილი. ნახო, ღილაკები ფაქტობრივად ბევრი არ გვაქვს. მეტი არც გჭირდება, ნუ სათავსო რომელიც ყველგან არის, აქაც არის და ხალხო, მინდა უცებ გითხრათ, ეს არის მონიტორების გამწმენდი. ძალიან მაგარი რამეა, შეგიძლიათ გამოწეროთ. ნუ ჩემს მონიტორს სხვა ვერაფერი ვერ დაკაწრავს, იმიტომ რომ დამცავები აყრია ყველგან, მაგრამ ეს ძალიან მაგარი რამეა. აი ისი აპრიალებს ყველაფერს, ისი აპრიალებს თუ ვინმეს მოგინდებათ, თქვენ თუ ვერ მოძებნით, მოკლედ მომწერეთ და ლინკს ჩაგიგდებთ, ვისაც დიდ მონიტორიანი ავტომობილი ყავთ, ეს არის მისწრება. ეს სასარგებლო ინფორმაციაც თქვენ. აქ გვაქვს ჰაერის გრილები და ამ ავტომობილში ყველაფერი არის მინიმალისტური. მაგრამ ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ მდიდრულიერსახეს სენს რა. ჩემთვის არ არის ეს უბრალო ავტომობილი, არც აი კაპიკებიანი ავტომობილი არ არის. ვერც მთლად იმასთან ვერ ვაკავშირებ, რომ ელექტროა, ძალიან დახვეწილი და ლამაზი ავტომობილია. ვერაფერს ვერ ვუწონებ. სტარტ-სტოპის ღილაკი გვაქვს აი აქ. იცით როგორი ამბავია? ბიჭო, არაკომფორტული არ არის, მაგრამ ჩემი ხელისთვის, ანუ მთლიანად კარგად ვეტევი. უბრალოდ გაითვალისწინეთ. სტარტ-სტოპის ღილაკი მიუხედავად იმისა, რომ მდებარეობით კარგია, ერთი ძალიან პატარა დეტალია და ყურადღება მიაქციეთ რა. აი აქ არის დატანილი ღილაკი, რომელიც უკანა საქარე მინას წმენს. შეიძლება ეს ჩამოსწიოთ და ისე იმგზავროთ, რომ ვერ გაიგოთ და დაგაწროთ უკანა მინა. ამიტომ ყოველთვის აკონტროლეთ, რომ ხელი ამაზე არ მოგიხვდეთ. თუნდაც შუშის გაწმენდის დროს.
დანარჩენი აი ეს კარბონისებრი ხო, რავი, ხმა, ეხლა მთლად ისეთი პლასტმასის არა აქვს, მაგრამ მთლად კარბონის რომ არ არის, კი ვიცით. ესაც უხდება, შვენიერია. და ჩემი მუსტანგი, რა თქმა უნდა. აქ საკმაოდ დიდი ზაზორი გვაქვს, სათვალე რომ ჩადო, შეიძლება ყურები ჩამოყოს, მაგრამ არა უშავს რა. აქ სათვალეც გვიდევს. კარგი ის არის, რომ აღებ, თავზე არ გეცემო. იჭერს შვენივრად. ჭერიც მთლიანად რბილია, აი, ვერცად ვერ ნახავ რაღაცა საშინელ პლასტმასებს, აი, ესეც კი ისე რბილად შეგიძლიათ მოხსნათ და დაუბრუნდეს თავის ადგილს, რომ რავი, შუქების ანთება, ჩაქრობაც გვაქვს აქ, ამას ცოტა უფრო ლამას და ორიგინალურს ნამდვილად ველოდებოდი, მაგრამ არა უშავს, თვალს ხუჭა. ორჯერ ხელით გამოწევით, გავაღოთ ძრავის ხუფი და ჩვენი ძრავის ხუფიც ავხადოთ. აი სისინებს, ქსიამოვნებს გახდა სახურვაც. ჩემს ავტომობილში არ არის სექციურად დაყოფილი ეს სათავს, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ მაინც მოგიწევდა დაშლა. ვინაიდან იმდანაირად არის დაყოფილი და იმდანაირი ის მაქინაცია გაკეთებული, რა საჭირო იყოს იმათლე გითხრათ არ ვიცი. ალბათ წინა მე პატრონე, მე ეს ყველაფერი დაშალა, მიშალა, მოშალა და ერთი სათავსოთ აქცია. ასე უკეთესია, იმიტომ რომ ბარგი მაინც ჩაგეტევა და ელემენტარული სათავს როლს ნამდვილად შეასრულებს. სხვა არაფერი არ ჩანს, უბრალოდ შეხედეთ რა მაგარი ძრავი დევს. მთელი სპორტული გამშვებები, ინტეიკი, რაღაცე ჩახედეთ რა. არ გაინტერესებს ახლოდან. ამას შეხედეთ. გინახავთ სადმე. ეხლა დაქოქვა არ მინდა და ხმის ამოღება მაინც მრცხვენი აქ ხალხი მოძრაობს და რაღაცეები. და კიდევ ერთი ის არის, რომ ძალიან რბილად იხურება, არაფერი ზედმეტი ზეწოლა არ გჭირდება ამ ავტომობილზე. უცებ დააფარებ და всё რა. აი ეს არის სულ. პარკინგები აქვს, როგორც წინ, ასევე უკან. აქვს ასევე თავისი ტვინი, აქვს რომ თუ წინ დაბრკოლებას აღიქვამს და ვერ ასწრებ რეაგირებას და ამუხრუჭოს, ასევე აქვს უკანა მუხრუჭიც, რომელმაც ერთხელ გული გამიხეთქა და მეთქი რაღაცა დავლეწე და მანქანა ხელში აღარ შემსჩათქვა, თურმე რაღაც პატარა აღიქვა, აი კონუსები რომ დგას და მაგის გამო დამიმუხრუჭა, ეგეც აქვს. სხვათა შორის ეგ დიდად არ მომწონს, იმიტომ რომ შეიძლება უფრო მეტი, რავი, ხო რა, არ მომწონს რა. არ მომწონს და არ მომწონს, მორჩა. შევიძენდი თუ არა ამ ავტომობილს თავიდან, გეტყვით რომ აუცილებლად ისევ შევიძენდი. პირველი მიზეზი ის რომ ვიზუალურად საკმაოდ გამორჩეული და ძალიან ლამაზი ავტომობილია. მეორე, იმიტომ რომ სხვებს არ ჰგავს და მაინც მუსტანგია და მიყვარს ფორდი. მესამე, იმიტომ რომ მასიური ჯერჯერობით არ არის. მეოთხე, რეინჯი საკმაოდ კარგი აქვს. მეხუთე, მიზეზი იმის, რატომ შევიძენდი ამას, არჩევანი გაქვს საკმაოდ ბევრი, ანუ რომელი კომპლექტაციის მაქის შეძენაც გინდათ, შეგიძლიათ ის შეიძინოთ. გამავლობა და ასევე მანევრირება საკმაოდ მაგარი აქვს. თუ წინატურს არ დააყენებთ, შეგიძლიათ ცოტა ისეთ მიუვალ ადგილებშიც იაროთ და პრობლემას ნამდვილად არ შეგიქმნით. მეხუთე, ყველანაირი კომფორტი აქვს ავტომობილს. მეექვსე, ის რომ შეგიძლიათ ძალიან ბევრი რამე გაუკეთოთ ავტომობილს, რომ თქვენს გემოვნებას კიდევ უფრო მიუახლოთ. მეშვიდე, ის რომ არც სედანია, არც ჯიპია, სადღაც შუაშია. ანუ პარკინგის თემა რომ სადმე გაგიჭირდეთ ძალიან ნაკლები შანსია. ნუ ზოგადად ქალაქში პარკინგები ჭირს, მაგრამ სად ახლა სიტყვაზე რავტორი რომ დააყენო და სად ეს რომ დააყენო და სად კიდევ უფრო პატარა ფიატი რომ დააყენო, ხო? ანუ ვაფშე სხვადასხვა თემა არის, მაგრამ მაგაშიც პრობლემა არ შეგექმნებათ. ძალიან მიწაზე არ წევხარ, არც ძალიან ჰაერჟიდან არ იყურები. ეგეც ძალიან კარგი რამეა და აი გამორჩეული მანქანა არის რა. ყველაზე მეტად კიდევ ვიცით რა მომწონს, ის რომ ყველა ვინც ამ ავტომობილის გვერდიდან ხედავს, ვერ ხვდება რა ავტომობილია. ჩემთვის პირადად ეს არის ურუსი. თქვენთვის არ ვიცი რა არის, მაგრამ ჩემთვის ურუსი, აი რომ ვუყურებ გვერდიდან, მეთქი ეს ურუსი ვინ არის. ასევე ფერარის რაღაც საშინელი და უცხო სახელი რომ აქვს, რატომ დაარქვეს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი და ვერც წარმოვთქვამ. აი იმასაც მომაგონებს. ან მე იმდენად შემიყვარდა ეს, რომ რაც შეიძლება კარგ მანქანებს ვადარებ რა, მაგრამ ნუ რა ვქნა, ყველას თვალთახედვა და ყველას აღქმის ამბები სხვადასხვანაირია. გადავიხდიდი თუ არა თანხას, გეტყვით რომ ახლა ეს ისეთი კოლოსალური თანხები არ ზის, არ ჯდება ზოგადად ამ ავტომობილის ჩამოყვანა, რომ
არ ჩამოიყვანოთ, სხვა ავტომობილი ამჯობინოთ და რაიმე მსგავსი პირიქით რა. ეხლა ტესლაზე მართლა ცუც არაფერს არ ვამბობ, ტესლას მძღოლებთან და ყიდველებთან არანაირი პრეტენზია რასისულელია არ მაქვს, მაგრამ მე ადამიანს, რომელსაც უყვარს გამორჩეული ავტომობილები, ყოველთვის მივანიჭებ ისეთ ავტომობილს უფრო მეტ პრივილეგიას, როგორიც არის მაქი, ასევე მინდოდა EQS-ი ან EQE, მაგრამ ჯიბი არ მეყო სამწუხაროდ და ვერ გავწვდი. ამიტომ რასაც გავწვდი ძმაო, საბანი ზუსტად იქამდე დავიფარე. სხვა რა შემიძლია გითხრათ? ის რომ ამ ავტომობილის ჩამოყვანით ნამდვილად არ ინანებთ, ივლით ის სიამოვნებთ, კომფორტიც აქვს. ცოტა ხმები კი შეგაწუხებთ, მაგრამ რას იზავ? შეიძლება GT-არი ყავდეს და აი იმისმა ბრაგუნმა და სიხისტემ იმანა იქაც კი შეგაწუხოს. ამიტომ ეს ცოტა ისეთი თემაა რა, არასაკამათო, ვის რა აწუხებს. ვიზუალურად აი ვერაფერს ვერ დაუწუნებთ. კაციც სიამოვნებით მართავ, ქალიც სიამოვნებით მართავ. სადაც არ უნდა წახვიდე. აი ყველგან ტიპი ხარ, მე რა რომ ელექტროა, ყველგან ძალიან კარგი იმას წარმოგაჩენს რა, აი კარგ ადამიანად. და რავი, დანარჩენი უნდა თქვენ თვითონ დატესტოთ რა ავტომობილი და ყოველთვის უკეთესად მიხვდებით, გიღირთ თუ არა ამა თუ იმ ავტომობილში ფულის გადახდა. შემცივდა, შეიძლება ბევრი ინფორმაციის მოწოდება მინდოდა, მაგრამ ტვინი გამაყინა და ფიზიკურად ვერაფერს ვეღარ ვამბობ, ამიტომ დროა გავიარეთ და დანარჩენ რაღაცებს უკვე სალონიდან მოგიყვებით. ესე იგი, ავტომობილს აქვს საჭის გათბობა. აქედან შეგვიძლია ჩავრთოთ და აი საჭის უთვლია. გათბობა გაგრილება რა თქმა უნდა გვაქვს. უბრალოდ აი თემა არის რა, რომ როცა გვინდა რომ დავაკლოთ, ეს ხო აინთება და აი ამითი ვაკლებთ რა, ცოტა არაკომფორტულია და დროის ფაქტორია. კამერებით აღჭურვილია, თლიან ავტომობილსაც გვიჩვენებს, ასევე უკან და წინა მხარესაც, როცა მოძრაობ, წინა მხარესაც აჩვენებს, ეგეც ძალიან კარგი აქვს, შეგვიძლია უკვე ეს ყველაფერი დავატრიალოთ და როგორ რა პოზიციაში გვაინტერესებს, იმ პოზიციაზე დავაყენოთ. ასევე აქ გვაქვს მთელი რიგი ჩამონათვალი. ნავიგაცია მედია, რაც გჭირდება ზოგადად ყველაფერი. ასევე შეგვიძლია გადავიდეთ აი აქ ავტომობილსაც რამდენიმე მართვის რეჟიმი. უბრალოდ აქ შეუცვალეს რაღაც სახელები და სპორტს და რაღაცებს გადააქვეს. შეგიძლია გადაიყვანო და ეს უკვე სპორტია. გააყავისფრა, აქ ეკრანიც უკვე ეს ნაწერები, აქაც გამოიტანს. აი დავიძვრები და მაგასაც შეამჩნევთ, ოღონდ აი ჩაჭერის დროს აი გვერდებიდან ყავისფერები გამოაქვს. რაც უფრო მეტად ჩააჭერ, უფრო მეტი ყავისფერი ზოლი წამოვა. ახლა გავჩერდეთ. და ოღონდ სპორტზე როგორც კი რთავ, მაშინვე იმატებს ავტომობილის სიხისტე. აი მაშინვე, მომენტალურად, რაც ისედაც არ არის რბილი ავტომობილი ეს და აი სპორტი კიდევ უფრო ახისტებს პირადად დიდად არ მომწონს. არც მოძრაობს სპორტით ტრეკზე თუ იული. სხვა რავი მეტი ისეთი არაფერი, რაც ყველა ავტომობილს აქვს. ფაქტობრივად ყველაფერი იგივე აქვს. აი როგორც გითხარით, ეს არის ძალიან მაგარი მიგნება, აი შეგიძლიათ გათიშოთ და ჩართოთ. რატო არ გაიგიჟე ჩაერთო არ ვიცი. error და ჩემი მანქანა. ხო და აი თაჩი მართლა ძალიან ისეთი აი ძალიან კარგი თაჩი აქვს აი. არაფერს არ უწონებ. ამ ავტომობილს მე პირადად არაფერს არ უწონებ. ვინც ამას რამეს უწონებს, არ ვიცი, უკეთესი რა ხავთ, მართლა არ ვიცი. დავიძრათ და გავაგრძელოთ საუბარი უკვე თვითონ ავტომობილში. ამ ავტომობილში ამდენ სწვალობ. სულ ჩარბილე, რავი, აი ყველაფერი გააკეთე. ბიჭო, რა გახდა ერთი USB შესაერთებელი, რომ ანახ გაგეკეთებინათ, ან რავი, სადმე დამალულ ადგილას, აი რა არის ეს? რამდენჯერ ტელეფონი ცოტა ისე დამიდია და მე აი ჩამოვტეხე და ეგ არის ხო? აი არა და არა. აი რა არის? რავი, საულცმა. კარი სიმაღლე. რომ გითხრათ რომ ცუდია თქო, არა. ძალიან კარგ იმაზე დგას. და კიდევ ერთი აი ხო შეიძლება ადამიანს ისეთი რამე გაწუხებდეს, რომ ღვეც ვერ იკრავდე, ტვინს გაღუნავს, აი
მთელი 500 კილომეტრი რომ გაიარო, სულ რომ დასვა ნულამდე, შეიძლება მანქანა ჩაქვრეს და მაინც იმას გეცახის, რომ ღვედი შეიკარიო. აი ისეთი საშინელი მომენტია, ვერ აგიხსნით. აი ყოველ წამს ტვინს ღუნავს ეგ ფაქტი. ერთ-ერთი მხრივ კარგია რომ გამუდმებით გახსენებს, რომ იცი რა არ გაქვს შეკრული ღვედი, მაგრამ აი გამუდმებით, აი მესმის პირველი 2-3 წამი, მე უკვე საკმარისია რა. ეგ საშინელად არ მომწონს. დარჩენი აი ღამე მაკლია ერთი კიდევ ფერები. აი დამატებით განათებები რომ გქონდეს, იქნებოდა ულამაზესი, შეგიძლიათ რა თქმა უნდა ხელოვნურად დაამატოთ, მაგრამ ქართული რომ ყოფილიყო კიდევ უფრო კარგი იქნებოდა. აი ცოტა მოსახვეებში რომ შედიხარ, კარგავ სივრცის აღქმას. ამ დიდი ცხვირი აქვს, მოცულობა საკმაოდ ისეთ დიდი აქვს და გონია რომ რაღაც უნდა გაედო. მაგრამ ნელ-ნელა ალბათ მაგასაც მიეჩვევა ადამიანი. ყველაფერი დროის თემა. აი დაწოლილი პოლიციელები თუ მწოლიარე პოლიციელები, ნუ მოკლედ როგორც ვეძახით. აი აქ უკვე ჩემი გავლა არის გამორიცხული. დავიხმაროთ სარკე. მე თუ აქ გავალ, იქნები კარგი მძღოლი. და მე თუ არ გავდებ, მე ვიქნები მაგარი მძღოლი. და მე ვარ მაგარი მძღოლი. მოვედი ავტოსამრეცხაოზე, უნდა გავრეცხო ავტომობილი, გავალ ამაზე, იმიტომ რომ საშინელი ამინდი დამემთხვა. და ძალიან მალე დავბრუნდები ძალიან ბევრი კარგი ინფორმაციით. წავედი. Can you feel როგორც უკვე გითხარით, ავტომობილი არის 4-ვე წამყვანი და არის long range, რაც გულისხმობს იმას, რომ არის 6 ელემენტით და range ბევრად უფრო მეტი აქვს, ვიდრე 4 ელემენტიან მაქებს. ზაფხულის პირობებში გავდივარ დაახლოებით 500-520 კილომეტრს, რაც ძალიან მაგარია, ხოლო ზამთრის პირობებში გავდივარ 450-470. გამომდინარე იქიდან, რომ მე ფეჩი არ მიყვარს, გათბობას არასდროს არ ვრთავ მანქანაში, გარდა საჭისა, რომელიც აქვს და ძალიან მაგარი ფუნქცია არის და სავარძელი. მეტი არც ერთს არ ვრთავ და სავარძელზე აუცილებლად უნდა გითხრათ ის, რომ ძალიან ცუდი და ძალიან დიდი მინუსი აქვს, ის რომ როდესაც რთავთ სავარძლის გათბობას, აი იმენა დაგაჩირებს, ლეღვის ჩირივით ხარ, მანამ სანამ თვითონ არ გათიშავ და არ დააკლებ ამ გათბობის ნიშნულს. ანუ არის მთლიანად ყოველთვის ჩართული და არასდროს არ აკლდება, როგორც არ უნდა გახურდეს სავარძელი. ეგ ძალიან ცუდია მართლა დამიჯერეთ. რაც შეეხება საფასო კატეგორიას. საფასო კატეგორია საქართველოს ბაზარზე მერყეობს დაახლოებით 20,000-დან 30,000-ის ფარგლებში. გააჩნია როგორ მდგომარეობაშია თვითონ ავტომობილი, რამდენი აქვს გარბენი, ვიზუალურად ვინ რა იჩალიჩა ბრჭყალებში და ასე შემდეგ. მე თუ მკითხავთ ამ ავტომობილისთვის, ამ წლოვანების ავტომობილისთვის ძალიან მაგარი ფასია და რავი, ამაზე კარგი რა უნდა იყიდო, პირადად მე ვერ ხვდები და არ მესმის. საქარე მინაც კარგი ზომისაა, ანუ ხელი არანაირად არ გეშლება, როგორ პოზიციაშიც არ უნდა იჯდეს მძღოლი, ყველაფერს კარგად ხედავ რა. ცხვირი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი აქვს, აი წინ ოდნავ დახრილი, ეგეც ხელს უწყობს, რომ წინა ხედვის არეალი არაფრით არ შეგეზღუდოს. საჭის სირბილეც გითხარით და კიდევ გავიმეორებ, რომ მართლა ძალიან რბილი საჭი აქვს, ანუ ამ საჭიდან სხვა ავტომობილზე რომ გადავდივარ, ცოტა მეხისტება. ეს ძალიან მაგარია, ნუ ელექტრომანქანა არის და მაინც. რაც არ მომწონს ხალხო, აი რატომ უნდა გააკეთო, ეს რაღაც აქ. უკანა მინის გამწმენდი ღილაკი არის აი ამ ზონაზე. რამდენჯერაც მომინდება რომ საქარე მინა გავწმინდო, იმდენჯერ ეს მერთვება და ამასობაში ცოტათი შევლახე და დავაზიანე უკანა მინა, მხოლოდ იმიტომ რომ ეს აი გავთვალისწინებლად ჩამერთო.
და ნახწერაშიც გითხარით, რომ მე პირადად მომწონს გამოსახულება, თვითონ ფუნქციები, თაჩიც საკმაოდ კარგი და დახვეწილი აქვს, ანუ ძალიან დიდი ფიქრი არ სჭირდება. აი ეს ხომ საერთოდ მისწრება და მიგნება არის და ვამაყობ ფორდო შენით, ეს არის ძალიან მაგარი რამე, აი მართლა ვამაყობ. უბრალოდ არის ერთი ძალიან დიდი მაგრამ. საჭეზე გვაქვს სულ რამდენიმე ღილაკი, აი ტიპიური საჭეა, მაგრამ ყველაზე დიდი მინუსი შეიძლება აქვს და მე ვერ ვიპოვე, მაგრამ მართლა ძალიან ბევრი ვეძებე, არ აქვს ხმის დაპაუზება. ანუ მთლიანად უნდა ჩაუწიო ხმას, თუ ტელეფონზე საუბრობ, ან უნდა დააპაუზო თვითონ მონიტორიდან რა. და ეს საჭესთან როცა ზიხარ და მონიტორს უყურებ, ცოტა ძალიან უხერხული და სარისკო მომენტია. ერთი ეგ არის რა. დანარჩენი რომ გითხრათ, რომ ეს ღილაკები რაღაცა ძალიან კაპიკებიანია თქო არა, საკმაოდ ისეთი კარგი ხარისხის პლასტმასი ჩაგვიდო ფორდმა და ზოგადად მაქში ფორდმა რაც ჩააშენა შიდა ინტერიერში, ყველაფერი მართლა ძალიან ხარისხიანია, სულ რბილია, აი ყველაფერი მართლა აქ ნაჭერი გვაქვს, აი ახლოდან აჩვენეთ ოპერატორო. და კიდევ ერთი რა, აი ეს ეგრეთ წოდებული ტორპედო, სამწუხაროდ ქართული დასახელება არ ვიცი, მაპატიეთ, რაღაც დაფაო თუ რაღაც ქვია. ხო, დაფა. ეს ჩემს ავტომობილს ჰქონდა მოპლასტმასო რა. თლად პლასტმასიც არ იყო, მაგრამ თლად ტყავი დარბილიც არ იყო. და რა გააკეთა ქალბატონმა ნატამ, ის გააკეთა რომ ადგა დაშალა და გადააკრა ტყავი, ოღონდ ეგრის ფასად დაუჯდა ხალხო, მაგას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ იხსნება მთელი წინა მხარე, რაც აქ ხვდებათ, ყველაფერი უნდა დახსნათ, დაშალოთ, რომ ეს წინა დაფა მოხსნათ. კიდევ ძალიან რაც მომწონს ეს მუსტანგია და მთელი ამბები რატომ დაარქვეს მუსტანგი დღემდე სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ ალბათ უნდათ რომ ამ სახელით მარტივად გაეყიდათ და როგორც კარგი რეკლამა მუშაობს, ისე მუშაობს ზუსტად ცუდი რეკლამაც და ალბათ შავი პიარიც კარგი პიარი გამოდგა ფორდის ცენტრისთვის. აი ეს ადგილი ფორდის ცენტრმა დაუტოვა მუსტანგური. ესე ჩატეხილი ადგილი აქვს მონიტორის უკან და რაღაცეები, ნუ მე პირადად ძალიან მომწონს, არაფერს არ ვერჩი და პირიქით მივესალმები მათ გადაწყვეტილებას, რომ ეს ადგილი არ შეცვალეს, იმიტომ რომ ფორდებს უნდა ახასიათებდეთ ეგ ყველაფერი. როგორც ვიდეოს დასაწყისში გითხარით, ახლაც გავიმეორებ, რომ აჩქარება 0-დან 100-მდე უწერია 5.8 წამი. ელექტროავტომობილისთვის მართლა ძალიან ბევრია, მაგრამ მძიმეა და ნუ რასისაო. სამუხრუჭე სისტემა აქვს ძალიან საშიში. ანუ მეშინია. ვერ ვუმუღამებ. დღემდე მიუხედავად იმისა, რომ 1 წელია მყავს ავტომობილი, დღემდე ძალიან მაშინებს და აი ვერ ვრისკავ იმას, რისი გარისკვაც რეალურად გზაზე მინდა და რასაც სხვა ავტომობილებით ვაკეთებ. როგორც იცით, ყველა ჰიბრიდში და ყველა ელექტროავტომობილში გადაცემათა კოლოფით ხდება დამუხრუჭება. არც ეს არის, რა თქმა უნდა, გამონაკლისი და მისი სიმძიმე იმდენად არის დაწოლილი ამ იმაზე, სამუხრუჭე თემაზე, რომ აი გგონია, რომ დაამუხრუჭებ და დაგიჭერს, მაგრამ ბიჭო არ გიჭერს და არ გაურისკოთ ძალიან, იმიტომ რომ გიმტყუნებთ ისეთ მომენტში, სადაც შეიძლება ელოდებოდეთ, რომ არ უნდა გიმტყუნოთ და არ გაურისკოთ. ერთადერთი მაგის რჩევა შემიძლია, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე თქვენთვის მეგობრებო. დანარჩენი რა შემიძლია გითხრათ, უნდა გამოსცადოთ თქვენ თვითონ ეს ავტომობილი, ვისაც გინდათ ყიდვა, აუცილებლად უნდა იყიდოთ, იმიტომ რომ არ წააგებთ. თუ არჩევას აკეთებთ ამას და ამის პირდაპირ კონკურენტებთან, როგორც არის მაგალითად ტესლა, ტესლას მართლა არაფერს არ ვერჩი, მე პირიქით ძალიან ისე უცებ გამოვიდა ბაზარზე და უცებ ყველას გული მოიგო და სწორედ ტესლა იყო ალბათ ერთ-ერთი ნათელი წერტილი, რომ სხვა კომპანიებსაც მიებაძათ, რომ გაეკეთებინათ ელექტროავტომობილები, გააკეთეს სხვა კომპანიებმა, უბრალოდ ტესლა იმდენად მასიურია და იმდენად ბევრია და იმდენად ყველას ყავს, რომ აღარ გინდა და რაღაცა ახალს და უფრო დახვეწილს და ლამაზ ეძებ. ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია მაგ საფასო კატეგორიაში რომ იყიდო მაქი, იარო ძალიან ლამაზი და დახვეწილი ავტომობილით, პლუს შეგიძლია ვიზუალურად ძალიან ბევრი რაღაცები ცვალო, რაც შენს გემოვნებაში უკეთესად ჯდება. რა ხა ტესლაზე ბევრს ვერაფერს ვერ შეცვლი, რა უნდა გავუკეთო, ტესლა მორჩა გამოუშვა დაგიდო ილონამ და გინდა იყიდი, არ გინდა ძმაო წადი და აგერ მილიონი სხვა ელექტროავტომობილიო და იდექი აწყე და აკეთეო. ერთადერთი ეგ არის რა. ან ილონას მხარეს ხარ, ან დანარჩენ სამყაროს უყურებ. მეტი არაფრის რჩევა არ შემიძლია. მე მაგიტომ გავაკეთებ არჩევანი ამაზე.
რომ მინდოდა რაღაც გამორჩეული მყოლოდა და როცა ჩამოვიყვანე, მაშინ ამდენი ნამდვილად არ იყო საქართველოში და ვთვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მაქი მყავს დღეს საქართველოში და არა მარტო საქართველოში, უყურებ სხვა ფორუმებსაც და დამიჯერეთ რომ მართლა ძალიან კარგი მაქი მყავს მე. კიდევ გეტყვით იმას რომ პროცენტულობა და ეს გასავლელი გზის თემა სხვა ავტომობილებში სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ ბევრისგან მომისმენია რომ იპარავს, აი წარმოიდგინეთ რა სასაცილოა რომ ავტომობილში ზიხარ და ამბობ რომ ავტომობილი დენს იპარავს. ანუ кайფია. მაგრამ ხო, იპარავს და რას იზავ, ახლა ვერაფერსაც ვერ იზავ. ამ ავტომობილში ეგ არ არის, აი გემრიელად დადიხარ, დასვენებული და პრობლემა არაფერზე არ გექმნება რა. ზუსტად იცი რამდენს და რას გაივლი. ეგეც ძალიან დიდი კომფორტია რა. სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით ისეც. დატენვა ამ ავტომობილის არც ისე რთულია, შეგიძლიათ მოაწყოთ როგორც გარაჟში, ისე ქალაქში განლაგებულ დამტენებზეც რა თქმა უნდა შეგიძლიათ დატენოთ, უბრალოდ სჭირდება ცოტა სხვანაირი თავაკი, ანუ გადამყვანი, რომელსაც შეძლებთ ამ ავტომობილის დატენვას. სახლში ვტენი მე ამ ავტომობილს 30 ამპერზე, დატენვა სჭირდება დაახლოებით 10-12 საათი და მიჯდება სულ რაღაც 13 ლარი. ანუ წარმოიდგინეთ რა მაგარია 500 კილომეტრს გადიხართ 13 ლარად, გყავთ ძალიან ლამაზი დახვეწილი ავტომობილი, არც ესეც ხშირი და რავი, ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე კარგი ელექტროავტომობილი. ახლა ალბათ მკითხავთ, თუ ეგეთი კარგია, რატომ ყიდი და თემები? ანუ იმიტომ ყიდი, რომ მინდა სხვა ელექტროავტომობილის ყიდვა, რომელიც არ იქნება Ford-ი და იქნება გერმანული ავტომწარმოებლის ელექტრო. ზოგადად ეგრევა რა, ავტომობილს არ ვიჩერებ წელიწად 2 წელზე მეტ ხანს. ვინაიდან მიყვარს ახალი ავტომობილების პრაქტიკაში დატესტვა. ამიტომ ყიდი, ერთადერთი მიზეზი ეგ არის, დანარჩენი ცუც ამ ავტომობილზე მართლა ვერაფერს ვერ ვიტყვი. ერთი-ორი სიტყვა გასაღებზეც უნდა გითხრათ, საშინელი გასაღები მოყვება, როგორც სხვა Ford-ის გასაღები, უბრალოდ ამოღებული აქვს ხელით დაქოქვის ფუნქცია, რაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ იმდენად ვიყავი ვეჩვეული წინა მუსტანგზე, ამას პირველი ესე ვუყურებდი, მეთქი რატომ არ აქვს ეგ ფუნქცია. ერთი ეგ მეწყინა, დანარჩენი გასაღები დიდად არ მომწონს, ვისურვებდი რომ შეეცვალათ და რამე ლამაზი ელექტროსის დამახასიათებელი გასაღები გაეკეთებინათ. ნუ მთლად TBC-ის და საქართველოს ბარათი რა თქმა უნდა არა, მაგრამ რამე ლამაზი რა, უფრო დახვეწილი და კომპაქტური. ამ ავტომობილს რომ შეხედავ, ვიტყვი რომ ეს სიუეა და ზოგიერთს გონია რომ არის კიდეც. მაგრამ არ არის, ვინაიდან არის ძალიან დაბალი და აი რასაც გაურისკავ რომ ჯიპს გამოვლობაში ის ამასთან გამორიცხეთ. ვინაიდან ვერ გაქაჩავს, ძალიან დაბალია. წინა მხარე კიდევ უფრო დავადაბლე. ხო და მოკლედ ჯიპად არ გამოგადგებათ, ანუ ჯდომის დროსაც რა. აი ჯიპი და ხო მაღლიდან იყურები, აქ შეგრძნება არ გაქვს რა. აი crossover-ში უფრო გადის, ვიდრე ჯიპში, ან სედანი ხო საერთოდ რა თქმა უნდა არ. კაი, წავიდეთ ახლა და მოკლედ უკანა ზონაც დავტესტოთ. უბრალოდ იტყვით რომ რა სხვადასხვა ტანსაცმლით გამოგვეცხადეო, მაგრამ რა ვქნა ისე მოხდა რომ ამინდმა ხელი შეგვიშალა, ამიტომ მოგვიწეა რომ სხვა დღეებზე გადაგვენაწელებინა გადაღების პროცესი. კარგი კიდევ ის არის რომ თუ ბოლომდე კარს არ გააღებთ, აი თავიდან გაჩვენებთ. გაიღო ამ პოზიციაში და დარჩა, უკან ვერ მიხურავთ რა, იმიტომ ბერკეტი გამოდის, აი ებჯინება უშუალოდ კარის აი ამ ადგილს, რკინას და ვეღარ ხურავთ. ამიტომ უნდა გააღოთ ბოლომდე და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ დახურვას. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ბავშვები როცა უკანა ზონაში სხედან, ხელის ჩაყოლის საშიშროება ძალიან ნაკლებია. კარი კარგად იღება, ანუ მანძილი დიდია. ჩაჯდომაც ძალიან მარტივია. და სიმართლე გითხრათ, კარგია აქ ჯდომა, ვერაფერს ვერ დავუწუნებ. იქიდან გამომდინარე რომ უკან არ ვარჩევს ავტომობილში და არ ვიცი აქ ჯდომა როგორია. ალბათ მოძრაობის დროსაც ცუდი არ იქნება. სათავზე რომელიც არაფერში არ ჯდება, მაგრამ აი აქაც სურბილი, აი ყველაფერი რბილია რა, როგორც წინა კარებზე, აქ რა თქმა უნდა არ დაგვიჟმოდეს რბილი დეტალები და აქაც ჩააშენეს. ნუ დინამიკი ისევ შებუთულია, ეს ტყავით გაფორმებულია ხელის გამღები მექანიზმი, აქაც იგივე ბერკეტი გვაქვს რაც წინ. სათავსო საკმაოდ ნორმალური ზომის. კარგი ის არის რომ აქ გამყოფი არ გვხვდება, ნუ რა უნდა გავიდეს მართალია, მაგრამ ხო შეეძლოთ მაინც რაღაცები გაეკეთებინათ. კარგი ის არის რომ აქ გამყოფი არ გვაქვს, თავისუფლად გადავაადგილდებით.
თვითონ სავარძლები, როგორც გითხარით, ძალიან კარგი და კომფორტულია. უბრალოდ თვითონ მასალის პრობლემა არის აქ რა. მეტი ისეთი არაფერი. აქ ხელის ჩამოსადები. აი, არ ხმაურობს Toyota. აი Toyota-ში ალბათ გახსოვთ ჩემი Camry-ის ვიდეო, აი ეს უბრალოდ რაც უდი მექანიზმით აქვს 2025 წელს გაკეთებული და იქ არ მომიწონა, ამ შემთხვევაში ძალიან კარგია, ნუ რა თქმა უნდა, ღვედები გვაქვს. ჭერს არ ვებჯინებით, კარგი ეგ არის, იმიტომ რომ მაღალი ადამიანი რომ ჩასვათ უკანა ზონაში, ის რომ ვერ დაეტიოს ბრჭყალებში, ძალიან მინიმალური რისკია. ნუ ხელის მოსაკიდებელი ბერკეტი, რომელიც რა რბილად იხსნება და იხურება და ნუ შუქები. სხვა ისეთი არაფერი, როგორც გითხარით, ჭერი ორფერშია და აქაც გადმოყვება ეგ ფერები, ნუ მომწონს რა, ძალიან მომწონს. კიდევ გეტყვით იმას, რომ აი ვინც ფიქრობს ელექტროავტომობილი იყიდოს თუ არა. გამართლებული არის იმ შემთხვევაში, თუ ელექტროს იქით კიდევ ავტომობილი ყავთ, მაგრამ თუ არ ყავთ, მე ასე ვეძახი, სხვა ვიდეოშიც მოვიხსენიე, მეტროს ხაზივით არის თქო რა. რასაც გაივლი უნდა იცოდე რომ იგივე უნდა გამოგატაროს. ამიტომ ის რომ აი 500 მაქვს დატენილი და არა. ამიტომ ის ფაქტი რომ შეიძლება სადღაც გადახვევა დაგჭირდეთ და თამამად გადაუხვიოთ, რატომღაც ყოველთვის რისკის ქვეშ დგას რა, აი გადაწყვეტილება მეტროა. დაგეგმილი მარშრუტით გადაადგილდები და ბრუნდები უკან. სამწუხაროდ ასეა, მაგრამ ქალაქში აი უკომფორტულესია. აი ჯიბეს ეთყობა ეგრევე როგორც კი ელექტროავტომობილს ყიდულობ. ახლა უკვე შევიხედოთ საბარგულშიც და ვნახოთ ერთი რა ხდება იქ. სამწუხაროდ ლაქშერული ფუნქცია არ გვაქვს დამატებული და საკმაოდ ნორმალური ზომის საბარგული აქვს ჩემს ავტომობილს რა. ამაზე მეტი რა უნდა ჩადოთ. ჯერ იქიდან გათვალისწინებით რომ დიდი ტვირთის გადაზიდვა ჩვენ თვითონაც არ გვინდა, ვინაიდან რეინჯი აკლდება მაგ შემთხვევაში და ყოველთვის ვცდილობთ რომ ნაკლები ტვირთით ვიმოძრავოთ ელექტროავტომობილით. ამიტომ ეს ყველანაირად გამართლებულია პირადად ჩემთვის. უბრალოდ მაინტერესებს, ნუ არა აქვს. ეს ავტომატურად სავარძლები წინ არ გადადის, რაც ძალიან ცუდია და ეგ არ მომწონს. ეს ძალიან თხელია. უთხელესი, მაგრამ ნუ არა უშავს. და ესეც რაღაცნაირად ძალიან ცუდია რა. ყანყალებს ამოღება ჩადების დროს. რავი, ეგ დიდად არ მომწონს. ახლა მინდა დავტესტო უშუალოდ დაბრკოლებების აღქმაზე. ხო, კარგია. ცუდი არ არის. ახლა მინდა გაღებაზეც დავტესტო. თუ ჰაერში ამიყოლა არ შეიმჩნიოთ. ჩავფლავდით. არ გამოგვივიდა. თავიდან დავტესტო. ახლა იქით მხრიდან მოვალ რა. შეიძლება იქით მხრიდან რო დგავარ არ მოსწონს. მეწყინა დახურვის დროს აღიქვამს დაბრკოლებას, მაგრამ გაღების დროს არა აღიქვამს. ძალიან ცუდი და ნუ დასაკეტი ბერკეტიც გვაქვს რა, ხელი თუ მოგვინდება რომ დავკეტოთ. ეს ძალიან არ მომეწონა, მინდა გითხრათ. აქამდე არ დამიტესტია. ახლა დავტესტე ეს მექანიზმი და არ მომეწონა. ნუ კამერა აქ გვაქვს. ძალიან ისე ლამაზად არ ჩანს ვიზუალს ხელს არ უშლის რა. და ნუ რა თქმა უნდა ცხენი. თუ ჯითი შეიძლება აქ ჯითი ეწერება და ცხენი უკვე აღარ ეხატება. მეტი რა შემიძლია გითხრათ. გონი უკვე ვიდეო დასასრულს მეუახლოვდა და გამოიწერეთ ჩემი არხი, დამიწერეთ კომენტარები. რაც მოგწონთ, რაც არ მოგწონთ. კიდევ რა ავტომობილს ისურვებდით ჩემს არხზე. ახლა უკვე ნელ-ნელა ვუბრუნდები ისევ YouTube-ოს სივრცეს. ვიდეოებს არ მოგაკლებთ, ძალიან კარგ ავტომობილებსაც არ მოგაკლებთ. და ვეცდები რომ იმაზე ბევრად აქტიური ვიყო YouTube-ზე, ვიდრე აქამდე ვიყავი. კარგად. თუ ვინმეს რამე შეკითხვა გაგიჩნდებათ ავტომობილთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ეგეც მკითხოთ. როგორც გითხარით, ჩემს ავტომობილსაც ვყიდი და ნუ ვინც შეიძეს ნამდვილად უკმაყოფილო არ დარჩება, იმიტომ რომ საკმაოდ მოვლილი კარგი ავტომობილი მყავს და მოკლედ კარგად იყავით.